თუ გავხდით ერთ-ერთი დისკუსიის დროს ტელევიზიის პირველ არხზე ვთქვი რომ მას არასაესტრადო რომელიც ძალიან დიდი საოპერო მომავალი ჰქონდა და იქ საოცარი აჟიოტაჟი ატყდა დამცინეს აბსოლუტურად ფანტასტიკის სფეროდან იყო რაც მე ვთქვი და არ დავიხიე უკან და მათი აზრით უარესი სისულელე დავამატე აი ნახავთ თუ ლასკალაში არ იმღერებს იმღერა და მე როგორი მისი ხმის მეტალმა მიკარნახა აღსანიშნავია რომ ისე დიდ დირიჟორთან მღერის როგორც არის რიკარდო მუტი და ამის საშუალება მე მგონი ყველა მომღერალს არ ეძლევა და მე არ ვიცი აი ვეძებ სიტყვებს რითი შეიძლება ეს მართლაც ნიჭიერი მომღერლები შევაფასოთ და ალბათ ვერც პოულობთ იმიტომ რომ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბეს გვარები აფიშაზე წარმოდგენილი ჩვენ ნამდვილად გვაძლევდა იმის იმედს რომ იქნებოდა ნამდვილად კარგი კონცერტი მაგრამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა ვანც ალბათ ამით თანხმები ყველაფერი ერთად საერთო ჯამში ჩვენ აუცილებლად უნდა უთხრა ბრაო ონიანი იმიტომ რომ მან არაჩვეულებრივად მოუყარა თავი ამ ყველაფერს ეს მისი ერთ-ერთი ძალიან საინტერესო რეჟისორული ჩანაფიქრია იგი არის ქართული მიმოდრამის თეატრის დამაარსებელი გერმანიაში და ძალიან ისეთი ორიგინალური შოუებით არის ცნობილი. საფეხბურთო ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის გახსნის შოუები, Mercedes-ის SL 5-0 მოდელის პრეზენტაციის შოუები და სხვა სახელოვნებო შოუები. თბილისის ოპერის თეატრში კი წარმოდგენილი აქვს კარმენი და ჰამლეტი. მე მგონი მის შემოქმედებაში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მე სამწუხაროდ ყველა მისი წარმოდგენა არ მინახავს მაგრამ ფეხბურთის მატჩი ახსენე ეს მინახავს და რამოდენიმე სხვა მისი დადგმა ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო იმიტომ რომ იშვიათი დახვეწილი გემოვნებით და იშვიათი მაღალ საშემსრულებლო ოსტატობით არის დღევანდელი კონცერტი გამორჩეული რაც ალბათ იქ დამწრე ადამიანებისათვის მთელი ცხოვრების მანძილზე იქნება დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი ჩვენს ყველაზე დიდი შემოქმედება ჰამლეტმა მოახდინა, როდესაც ოპერის თეატრში დაიწყო წარმოქმნა. ფართო ინტერესების რეჟისორია. ნამდვილად ეს ჩანს მის შემოქმედებაში და არ შეიძლება ის რომ არ ეკრუპეოდეს არაჩვეულებრივად როგორც ოპერაში ასევე კლასიკურ მუსიკაში ასევე ქორეოგრაფიაში და ყველა სინთეზი არის ერთად ძალიან გემოვნები და ნახე როგორი დიდი ოვაციებით ეგებება საზოგადოება ამ არაჩვეულებრივ ქორეოგრაფიულ ნომერს ადვილად ვერ ელევა ქართული საზოგადოება მოცეკვავეებს და აწყდება ოვაციები და მე ვხედავ კადრში რომ უამრავი ადამიანია. ტევა არ არის ქუჩებში და ყველაფერი არის ორგანიზებული, რაღაც არ არის ჩოჩქოლი, არ არის გნიეს, ყოველ შემთხვევაში აქედან ასე ჩანს. ციწყნარია. და უმშვენიერესი ნინოს ხალხი მონუსხული დგას. არ შეიძლება რომ არ მოინუსხო. და მეთანხმე გვანცა. Rossini non più mesta. ნინო სურგულაძის შესრულებით. და იგი აღიარეს სულ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ არაჩვეულებრივ შემსრულებლად კარმენისა და კრიტიკი გადაიღეს ის დადის ვარდით და სიგარეტით ხელში და მღერის და შერწყმულია თუ კი რაიმე დამახასიათებელი თვისება შეიძლება ჰქონდეს საოპერო მომღერალს ეს არის აქტიორული მონაცემები ეს არის ხმის ტემბრზე აღარ ვლაპარაკობ გარეგნობაზე შარმი და მომნუსხელობა ის იზიდავს მაყურებელს აი პრიმიტულად რომ ვთქვა ბადეს ისვრის პარტერში და ესე ნელ-ნელა როგორც მეთევზეს თევზი აი ესე მოყავს ახლო თავისთან საზოგადოება აი ასეთივე იყო პატარა რო იყო აი ასეთივე რაღაცა შეეძლო უზარმაზარი ზემოქმედება მოეხდინა შენზე და ჩემთვის უფრო გასაგები ხდება ფრაზა და დასტურდება რომ ნიჭე არ იკარგება ნამდვილად იარა ზოგმა ლასკალაში ზოგმა ამერიკაში ზოგმა ვენაში ზოგმა სადა ყველგან გაიფურცქნა და აღორძინა და მე მგონი ბედნიერება როდესაც ესეც საზეიმო დღეს ისინი ჩამოვიდნენ თავიანთ ქვეყანაში და ულამაზეს ბათუმში წარმოადგენს ესეთი არაჩვეულებრივი კონცერტი და ყველაზე მეტად მიხარია რომ ქართული ძალებით არის ეს ყველაფერი რასაკვირველია უდიდესი როლი შეიტანა ჩვენმა სასიძომ ბატონმა გვიდომ ასევე კარერასმა და სხვებმა მაგრამ მაინც ქართული ძირითადი ბირთვი ქართველებია